ვინჩენცო მონტელა, საქართველოში პირველი ტაიმი მოვიგეთ, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა, სხვა თამაშია. გვყავს მეტოქი, რომელიც ვფიქრობ, აუცილებლად მოგებისთვის ითამაშებს. არ ვიცით, თავიდანვე აგრესიულად შემოგვიტევს და მაღალ პრესინგს ითამაშებს თუ შეინახავს ძალებს ბოლო წუთებისთვის. ამიტომ ორივე სიტუაციისთვის მოვემზადებით. ამის მიუხედავად ჩვენი სისწრაფით, თავდაჯერებით უნდა ვითამაშოთ. საქართველოს ნაკრებისთვის თურქეთთან ფინალია, ხოლო ერთი გზა არსებობს გამარჯვება. ფრედა მით უმეტეს მარცხი ვილი სანიოლის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსს პრაქტიკულად მოუსპობს. მისია რთულია, რადგან თურქეთის დამარცხება თავის კედლებში ადვილი არავისთვისა, განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, რომელშიც წნეხი დიდია. თუმცა სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც ვთქვით, ყველა გზა მოჭრილია გარდა გამარჯვებისა. მატჩამდე თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ფეხბურთელ კერემ აქტურკოულუსთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ვინჩენცო მონტელა, თურქეთის ნაკრების მწვრთნელი. გუნდიდან ბერკე ოზერის წასვლაზე, ეს არის ჯგუფი, რომელიც ოჯახივითაა, ყველა ერთმანეთის როლს პატივს სცემს, ერთად ყოფნის დიდი სურვილი აქვთ. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ჩვენი ძლიერი თვისებაა მუშაობის პირველივე დღიდან და ამ გარემოს დარღვევის უფლება არავის აქვს. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების განკარგულებაში უნდა იყვნენ და არა პირიქით, ეს გამორიცხულია. ჩემი მოვალეობა, ავირჩიო საუკეთესო ფეხბურთელები თამაშის სტილიდან გამომდინარე. გავაკეთო არჩევანი და ავიღო პასუხისმგებლობა, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი. თავის მხრივ, ფეხბურთელებმაც უნდა აიღონ თავიანთი პასუხისმგებლობა. თუ ფეხბურთელი არ ეთანხმება ტექნიკურ არჩევანს, შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ ეს უნდა მიიღოს, პატივისცეს თანაგუნდელებს, რომლებიც თავგანწირვით მუშაობენ, იმის მიუხედავად, თამაშობენ თუ არა. მან არავინ გააფრთხილა, გადაწყვიტა, რომ უნდა წასულიყო, არავის დამშვიდობებია, არავისთვის არაფერი აუხსნია და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. არ მინდა ამ თემაზე მეტი საუბარი, რადგან ბევრად მნიშვნელოვანი თემები არსებობს, როგორიცაა ხვალინდელი მატჩი და მსოფლიოს ჩემპიონატზე 24 წლის შემდეგ გასვლა, მაგრამ ამ საკითხზე ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ბერკე ნაკრებში მაშინ გამოვიძახეთ, როცა EU-სპორტში მეორე დივიზიონში თამაშობდა. მან სექტემბრამდე მხოლოდ ორჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში. ასე რომ არ არის სიმართლე, რომ ჩვენ არჩევანს მხოლოდ გუნდების სახელებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. ის ჯერ კიდევ მაშინ ვათამაშეთ, სანამ ევროპაში წავიდოდა სათამაშოდ. ეს დიდი იმედგაცრუებაა. პატივს ვცემ ბიჭის არჩევანს, მაგრამ იმედგაცრუებაა. მერტ გიუნოკი ნაკრებში პირველად 2012 წელს გამოიძახეს და ძირითადი შემადგენლობის წევრი 2019 წელს გახდა, 7 წელი ელოდებოდა ამ შანსს. ის ახლაც ჩვენთანაა და ეხმარება თანაგუნდელებს, ეს არის ამ გუნდის სულისკვეთება. თანაგუნდელების უპატივცემულობა ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. იზმიტში თამაშზე, თურქეთის ჩემპიონატზე აქტიურად ვუყურებ, წინა კვირებში აქ ვიყავი თამაშის საყურებლად, ატმოსფერო ძალიან კარგი იყო, დარწმუნებული ვარ, ხვალ გულშემატკივარი ძალიან დაგვეხმარება და გვიხარია, რომ აქ ვითამაშებთ. ვისურვებ უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, აქ მომავალშიც ვითამაშებთ. საქართველოს ნაკრებზე, ევროპის ჩემპიონატიდან დიდი დრო გავიდა. პირველი მატჩის წინაც ვთქვი, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში პროგრესი განიცადა, ვილის დიდ პატივს ვცემ. საქართველოში პირველი ტაიმი მოვიგეთ, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა, სხვა თამაშია. გვყავს მეტოქი, რომელიც ვფიქრობ, აუცილებლად მოგებისთვის ითამაშებს. არ ვიცით, თავიდანვე აგრესიულად შემოგვიტევს და მაღალ პრესინგს ითამაშებს თუ შეინახავს ძალებს ბოლო წუთებისთვის. ამიტომ ორივე სიტუაციისთვის მოვემზადებით. ამის მიუხედავად ჩვენი სისწრაფით, თავდაჯერებით უნდა ვითამაშოთ. რთული მეტოქია, მაგრამ მუნდიალზე გასასვლელად რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებაა საჭირო. ხვალ უნდა ვეცადოთ, პლეი-ოფს მივუახლოვდეთ. ბულგარეთში ბოლო მატჩის პირველი ტაიმი კარგი არ იყო, მაგრამ მეორე ნახევარი შესანიშნავი იყო. დიდი ანგარიშით მოვიგეთ, ბურთების ბალანსიც გავათანაბრეთ. ხვალ შესანიშნავი თამაში იქნება, ჩემი აზრით, ძალიან რთული მეტოქის წინააღმდეგ. წინა ორ მატჩზე და მოსალოდნელ ბრძოლაზე, საქართველოსთან ორჯერ უმძიმესი ურთულესი თამაში ვითამაშეთ, ბოლო წუთებამდე გაგვიჭირდა. ევროპის ჩემპიონატზე კერემმა, აქტურკოულუ 95 წუთზე გაიტანა, ბოლო მატჩში მიუხედავად იმისა, რომ 3-0 ეს ვიგებდით, ბოლომდე ნერვიულობა მოგვიწია. შესაბამისად, ხვალაც არაფერია გადაწყვეტილი, ბოლომდე ბრძოლა იქნება, რასაც ჩვენ შორის წინა მატჩები ადასტურებს.